მთელი ეს დაწყევლილი ლაპარაკი, ყველაფერი რასაც ეს კაცი აკეთებს, არის დაწყევლილი საუბარი მხოლოდ. დაიჯვი, გალიაში შენი მამიკო უნდა ვიყო. შენ ნაბიჭვარო ჩეჩენო ბოზო, იმდენ დამოყანაში დაგაბრუნებს, საიდანაც გამოიქეცი შელაჩარო. გალიაში შენი მამიკო ვიქნები, ისევ აგატირებ. ეს ნაბიჭვარი ტიპი ტოვებს თავის ნაგავ ქვეყანას, გადმის შვედეთში, მერე ბრუნდება სახლში და ეს დედა დიქტატორს უწვება. მერე კი უნდა რომ ნამდვილი კაცივით ილაპარაკოს. შენ არ იცი რას ნიშნავს იყო ნამდვილი კაცი, ერთი ფუჩუ ხარ, უბრალოდ ბოზი ლაჩარი. მიდი იტირი ახლა. შონ სტრიკლენდმა თქვა რომ შენ და ის სტრიბი იქნებით სიკვდილამდე. ეთანხმებია მას, არის ეს ბრძოლა შენთვის ზედმეტად პერსონალური? ეხებზე მკიდია, ის უბრალოდ კიდევ ერთი ქათამია. თავს მოვაჭი და უბრალოდ მოვკვდავ. 4 დღეში მკვდარი იქნება. გუშინ თქვენ რომ შონი ტყუოდა სპარინგებზე და რომ შენ მას იმ სესიაზე აჯობე. შეგიძლია გითხრა როცა შონი აქ არის, როგორ ჩაიარა თქვენმა სპარინგებმა, როცა ერთად ვარჯიშობდით. ყოველ დღე ვცემდი ძმაო, შეხედე ამ ტიპს, მამამისი ყოველ დღე სცემდა. მას ფსიქიკური პრობლემა აქვს და ტირის, როცა ამაზე ლაპარაკობს. რატომ გჯერავთ ამ ნაგვიზს? კონკრეტულად შონის რომელმა ნათქომა იმოქმედა ყველაზე მეტად, კომენტარებმა შენს ქვეყანაზე თუ შენზე როგორც კაცზე, რა გეწყინა ყველაზე მეტად? არაფერი, უბრალოდ მიხარია რომ მაქვარ, ამ ტიპს დავამტვრევ, ჩემს ფულს ავიღებ, ბედნიერი ვიქნები და სახლში წავალ. შონ აშკარა რომ ბევრი რამ თქვი ხამზადზე, ეს ბრძოლა ძალიან პერსონალური გახდა. როგორ გძნობ თავს? ზედმეტად ემოციურ ხარ ამ შაბათის ბრძოლისთვის თუ მშვიდი და ცივსისხლიანი? შეხედე მისახეს, მიაქვა, შეხედე მისახეს, ტირილის დროა. მოდით მოგიყვებით ამ ფუჩურში. იქ ვიყავი, როცა ტატამიდან გავარდა, კოვიდი რომ მქონდა და სპორტიდან მიდიოდა. მამამის მოუწია დალაპარაკება და თქვა, ჯობია იქ დაბრუნო და ფული მაშოვნინავო. მე მოტოციკლეთის ავარიაში კი ნაღა მოვკვდი, მაგრამ დედა პოტი მივატოვე, დაუნებდი. შენ კი ჩაურები მაგაციებამ გადაგაწყვეტინა წასვლა. იმაზე ნუ მელაპარაკები რომ მე ჩმორი ვარ, ხვალება ქონდა და სპორტსანებებდი თავს. შონ, რა არის შენთვის უფრო მნიშვნელოვანი, ოქროს ქამრის მოგება თუ ხამზადში მაევის დამარცხება? შენ მე ვერასოდეს მომიგებ ვერასდროს. შენ ნაბიჭვარო დარბაზში მოგიგე, აქაც მოგიგებ, სცენაზეც მოგიგებ, ყველას წინაშე. ყოველ დღე ვცემდი, ყოველ დღე. მოკეტე პატარა ჩეჩენო მატყუარა ბოზო. უნდა დავიწყოთ ძაღლი ბოზების დაძახება. ისე ვაგატირებ, გალიაში შენი მამიკო ვიქნები. მთელი დღე მამიკოს დამიძახებ და შენ ეს იცი. დაწყნარდი. არ ვიცი ეს ბოზი საიდან მოვიდა, დაბრუნდი უკან. მომისმინე თქვენ, მე მესამე სამყაროდან არ მოვსულა. მე ვიცი როგორ. შენთვის არავის არაფერი უკითხავს, მოკეტე ბოზო. დაიჯვი. მოკეტე შელაჩარო, მოკეტე და წადი. მე შენი მამიკო ვარ, მოусმინე მამიკოს. შონ, ხამზატი მთელი კვირა იძახის, რომ ეს დასვა მისთვის კი არა, შენთვის და შენი უსაფრთხოებისთვისაო. თავს დაცულად გრძნობასთან ერთად აქ. მოდი გეტყვით, მე ამერიკელი ვარ, მე ვიცი როგორ ვიყო ნამდვილი კაცი. ხედავთ როგორ დააყენეს ჩემი ფანები აქეთ, ჩვენ გვაქვს ღირსება, ჩვენ ვიცით როგორ ვიყოთ ნამდვილი კაცები. ხედავთ ველურებს იქით? თქვენი შემოშვება საერთოდ არ უნდა შეეძლებოდეს ამ ქვეყანაში. თქვენ ხართ ძაღლის ნეხვის განსახიერება და უნდა გააჯვათ ამერიკიდან და შეწყვეტოთ მისი გაფუჭება. თქვენ ნაბიჭვრებო, თქვენ არ იცით როგორ უნდა იყოთ ნამდვილი კაცები. თქვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც კაცებმა ააშენეს, კაცებმა. შეგიძლია ფეხზე რამდენიც გინდა იმდენი მიხახუნო შედებილო, მაგრამ ეგ არ იმუშავებს. თავი გაგიფუჭდა, წადიპუნის დაურეკე, გასწავლოს როგორ იყოთ ნამდვილი კაცები. რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, ხამზატმა გუშინ გითხრა რომ ერთი ტეიქდაუნი და შენთვის ძილი ნებისა იქნებაო. გაქვს პასუხები, რასაც ის არ ელოდება თუ ბრძოლა პარტიაში გადავა? ძმაო, შეუძლია ფეხზე რამდენიც უნდა იმდენი მიხახუნოს, მაგრამ ეგ არ იმუშავებს. ჩვენ ვიდგებით და ვიჭხუბებთ. შენმა მწვენმა ერიკმა ვიდეოები წაშალა, სულ ნებდებოდი. მოკეტე, თეწვენს გამოგწურავ, რაზე ლაპარაკობ, იძახის ამერიკას ვუყვარვარ, ამ ხალხს ყველას ვუყვარვარ, შენ მამა შენის გარდა არავის უყვარხარ.
მოდი გეტყვით ამ ფუჩკე რატომ ვეძახილა ჩას შენ ბავშვებზე ძალადობ აი რატომ ხარ ლაჩარი უთხარი ხალხს რომ შენი მამიკოც ლაჩარია და შენც ლაჩარი ხარ იტირი ახლა დაიწყე ტირილი ვერასდროს გახდები ნამდვილი ამერიკელი დაჯექი და იტირი ახლა ლაჩარო მოკეტე დაჯდები და მოკეტავ მოკეტე ახლა დაჯდები და მოკეტავ ნუ მაიძულებ მამაშენს დაურეკო დაჯექი და მოკეტე ერთი დედა ჯივაგენისთვის გაკყიდეს დაიჯვი აი ასე გამოიყურება ლაჩარი ხალხო ეს კაცი კადიროვს მისცემდა ჯივაგენის გამო ახლა შეგიძლია ნამდვილად იტირო ბოზო უნდა იტირო ეს ჩემი პრობლემა არა შეღარიბო იმიტომ რომ მე არავის მეძავი არ ყოფილვარ ყველა მანქანას მინდოდა და მჭირდებოდა ყოველთვის მყავდა იმიტომ რომ მდიდარი ვარ შენ კი ღარიბი ლაჩარი ხარ იმიტომ რომ მეძავი ხარ მე თავს არასდროს გავყიდდი ისე როგორც შენქენი ისევ სალაროსთან დავდგებოდი ვეგაში და ყავას გავყიდდი ვიდრე შენნაირი ბოზი გამხდარიყავი გამარჯობა ხამზად ზურგს უკან უფრო მეტი დაცვა ყავს ვიდრე შონს როგორ ფიქრობ ყველა შენ გერიდება და შენ უფრო მეტ პროვოკაციას ელიან მას ეშინია აი რატომ მაგავებენ ხამზად აბუ-დაბიში ობედ უიტეკერის ფანებს აფრთხილებდი და ურჩევდი საერთოდაც გაღვიძებოდათ ბრძოლაზე რადგან მათთვის ცუდი დილა იქნებოდა რას ურჩევ შონ სტრიკლენდის ამერიკელ ფანებს ამერიკას მე უფრო ვუყვარვარ ვიდრე ეს ან მგონი აქ საერთოდ ფანები ჰყავდეს ამიტომ ისინი ჩემს ხარეს იქნებიან და იზეიმებენ ჩემო ძმაო ამერიკაში იმაზე მეტი ფანი მყავს ვიდრე მას ოდესმე მეყოლია ნახავთ ისინი მე დამიჭერენ ხას ასე რომ სანახავი არაფერია მათ უყვარვარ მიყურებენ და ბალეშიკობენ შონ ამ ბრძოლის სამზადისისას ბევრი სკანდალური კომენტარი გააკეთე ხამზადზე ეძახდი ჩეჩენ ბოს ტერორისტ და ხუმრობდი მასზე მე მისთვის ტერორისტი ვარ ტერორისტი თავს მოვაჭრი მოვკლავ ჩემი კითხვა შონთანა რადგან ის ახლა აქა შენს წინაშე ეტყოდი ამ ყველაფერს პირდაპირ სახეში თუ ეს უბრალოდ შენი ონლაინ იმიჯის ნაწილია შეხედე მის სახეს მის შეხედე ის ტირილს იწყებს უკვე მისმინე მე აქ რელიგია შემომიტანია ის არის ის ვინც ეს შემოიტანა და მოდი გეტყვი შენ ნაბიჯო ჰეი არავინ მომისმინეთ არავინ შემოუტანია აქ რელიგია თუ თქვენს რელიგიაში ასე იქცევით მაშინ გააჯვით ყველა მომქვეყნიდან მოდით გეტყვით ხალხო მე აქ რელიგია შემომიტანია მანქანა ეს მან გააკეთა თუ შენ ასეთი რეაქცია გაქვს ამერიკა ქრისტეს ერია ეს თავისუფლების ერია დაჯიქი ახლა და დაიჯვი როგორ ფიქრობ შეიძლება შენი პრესინგი ჩიმაევის ფსიქოლოგიურად გატეხას იცი რა მგონია რომ ჩიმაევი უბრალოდ მოძალადია ის სულ მოძალადე იყო მე შენ დაგჩაგრავ და ეს ადრეს გავაკეთე ვერაფერსაც ვერ იზამ შენ მამიკოსთან დაგაბრუნებ ვერაფერსაც იზამ ვერაფერს ბევრს ლაპარაკობდი ჩემზე ახლა აქვთ მოდი ქენი რამე გირო მესოდი მოდი და მესოლი ახლა ლაჩარო სხვათა შორის მე არასდროს მithkomს რომ მას ვესროდი მან თქვა რომ თავს დამესხმებოდა თავისი პატარა ბინძური ფანბაზით ჩვენ ამერიკელები ვართ ჩვენ საქმით ვდგავართ ჩვენ არ ვიმუქრებით ხალხზე თავდასხმით ყველაფერი რასაც აკეთებ არის ის რომ აქ ამ ლაჩრებს მოათრებ და ჩემს შეშინებას ცდილობ დედას შენს და შენს დედა ახლა ტირილი ზრუვა უკვე დაიწყე ტირილი ხამზად ფიქრობ რომ შონ სტრიკლენდს გატეხავ გალიაში რა თქვი ფიქრობ რომ შენი პრესინგით გატეხავ შონ სტრიკლენდს გალიაში ის უკვე გატყდა მალე ტირილს დაიწყებს შონ რას გრძნობ ახლა როცა ისევე თუთახში ხარ ხამზად ჩიმაევთან და რას ხედავ მის თვალებში როცა ცოტა ხნის წინ პირისპირ იდექით იცი რა, როცა ჩიმაევის გარშემო ხარ ის უბრალოდ მოძალადესავი დადის, მაგრამ იმ მომენტში როცა შენ კითხავი რომ დაგჩაგრავ მეთქი, არაფერიც არ შეგიძლია შენ ნაბიჯვარო, მე დაგჩაგრავ, ხო?
როგორც დარბაზში ახლაც ისე დაგჭაგდავ. მოკეტე, გახსოვს ერიკ, შეგიძლია მოაშორო ეს ტიპი? შენს მწვრთნელს სათქმევინე როგორ ტიროდი დარბაზში. იქ ვიყავით, როცა დანებდი. ხალხს ეუბნებოდი, რომ ყველაზე სუსტებს ვეჭიდავებოდი, როცა დარბაზიდან გახვედი. შენ იყავი ყველაზე სუსტი ტიპი, ვინც დარბაზში ავიჩიე. მთელი დარბაზი იქ იყო, როცა ეს კაცი დანებდა. მე არასდროს დავნებებულ ვარ, იმიტომ რომ ფუჩუ ვარ. ხამზატმა თქვა, რომ უყვარხარ, რადგან ბევრ ფულს აშოვნინებ. შენს გიყვას ის იმ ფულის გამო, რასაც გაშოვნინებს. ის ვერაფერსაც ვერ იშოვეს, მთელ მის ფულს მე წავიღებ, ის ღარიბი იქნება ვეგასის ქუჩებში. მოდი რაღაცას გეტყვი, მისჩემნიან ნებისმიერ დროს ღარიბი ვიყო და ღარიბულ სახლში ვცხოვრობდი, მაგრამ მქონდეს ღირსება, ვიდრე მის ადგილას ვიყო. როგორ ტოვებ ქვეყანას? გეკითხები, როგორ ტოვებ ქვეყანას? სადაც უდანაშაულო ხალხს დევნიან და ხოცავენ. გარბი ხარ შვედეთში, მერე უკან ბრუნდები ამ დიქტატორთან და თავს ყიდი ეთი ჯივაგენისთვის. მე მდიდარი ვარ და გშურს მაგისი. მისჩევნია პატარა სახლი მქონდეს ვიდრე შეგშურდა, რადგან მე 10 ჯივაგენი მყავს. UFC-ში სტრიკლენდი ჯერ ვერავინ დაამარცხა საბმიშენით. რამდენად კველი იქნება მოგება თუ პირველი იქნება, ვინც ამას გააკეთებს. გონია რომ უკვე ბევრჯერ დამნებდა და მან ეს იცის. ბიჭებმაც იციან. ესაც სიამოვნებს, აი რატომ ასეთ სტრესში, შეხედე მისახეს, კინაღამტირის, ახლა მე ვარ შენი მამიკო. დაწყნადი, მე ვიქნები შენი მამიკო გალიაში. დაწყნადი, ბოზიებსაც აქვთ სისხლის გრძნობა. შონ, ბევრ ფანს არ უნდა რომ ეს ბრძოლა ისე წარიმართოს, როგორც დიუპლესისი ხამზატის წინააღმდეგ. რატომ იქნება ეს ბრძოლა სხვანაირი? იმიტომ რომ არავის უნდა უყუროს, როგორც ცდილობს ტიპი 25 წუთის განმავლობაში ფეხზე შეგახდეს და გიხახუნოს. არ უნდათ მოსაწყენი ბრძოლის ყურება. 25 წუთი არ დამჭირდება. მინდა რომ მიჭიდაო, ჭიდაობაში გაჯობებ შე. კვირის ნებისმიერ დღეს შენა ბიჭვარო. მოკეტე ძმაო, უბრალოდ წადი და იყავი ერთი პიდორასტი დედა. იმედია კაცები ცეკვას მაინც იცეკვებ. კარგად დაგაცეკვებ, შებალერინა. ბრძოლის შემდეგ იქნება რაიმე სახის ორმაგი პატივისცემა თუ სულ ომში იქნებით? მოდი მოგიყვებით ამ ჩიმაევზე. ჯობია შენ თავზე მოყვე, მამა შენ მარაც გიქნა. ეგ არაფერს ნიშნავს. მიდი, ახლა მაგაზე იტირე. ეგ არაფერს ნიშნავს მეთქი. ეს კაცი ყოველთვის ბოზი იქნება. მამა შენ მარა გიქნა, სარგეში უნდა ჩაიხედოს და იტიროს მაგაზე. ის ერთი პატარა ლაჩარია. მამა შენ მარა გიქნა. მე მოვკვდები მის ოლნით, რომ ის ერთი პატარა ლაჩარია. იმიტომ რომ მამა შენმა გოგოდ გაქცია, ეგ ჩემი პრობლემა არა. ჩეჩნეთში ნამდვილ კაცებს ზრდიან, ასე რომ დამშვიდი, შენ ერთი ნაგავი ხარ, მეტი არაფერი. ჩემი პრობლემა არა მამა შენმა რომ გოგოდ გაქცია და სულტირი. მომისმენთ ხალხო, უყურებთ მის შეურაცხყოფებს, ხო? რა არის აქ შეურაცხყოფა? ვიტყუები, მე ამას ვიგონებ. ეს კაცი მეძავია, მე ამას არ ვიგონებ. მე გაქცევ მეძავად, ეთი პატარა ლაჩარი ხარ, ჩემი მეძავი იქნები. შონ, ბევრი მაგარი საბრძოლო კვირა გქონია, მაგრამ ეს ცოტა სხვანაირი ჩანს. ახლა ყველაზე მეტად ერთობი, ხედავთ როგორ იღები კითხვებს შორის. ჩანს რომ ეს შენთვის ყველაზე სახალისო პრეს კონფერენციაა. ხალხო ეს მაგრად მისწორდება, მიყვას ფანები, საოცარი ენერგია მოგაქვთ. ამ ეტაპზე თქვენთვის ვიბრძვი. ეს კი გეტყვით ამ ხელა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის თქვენს მხარდაჭერას, არა მხოლოდ ოქტაგონზე, არამედ ჩემს ცხოვრებაშიც. თქვენი დახმარებით ცხოვრება შევიცვალე. მე შეგიცვლი ცხოვრებას, ოღონდ ტირილი დაიწყე. მოუთმნად ველოდები, როდის მოკლავ ამ ნაბიჯვას. მე შეგიცვლი ცხოვრებას. ვერაფერსაც ვერ იძამ შენ ნაბიჯვარო, შენ დაბრუნდები გეტოში და სხვებს მისცემ. როგორ იყო შენი რეაქცია, როცა ხამზატმა ტვიტერზე სპარინგის კადრები დადო? ძმაო, მან ლაითი რაუნდი დადო, სადაც საერთოდ არაფერს არ ვცდილობდი, მაგრამ მაინც ვუტყავდი. არ ვცდილობდი, მაგრამ მაინც ძმაო, ეგ გახურების რაუნდი იყო და მაინც ვერ მომარტყე.
რომელი გახურების საუნდი? მაგიტომას ტიროდი ძლიერად ნუ მისწყამო? ელექს კითხე, შენს მწვრთნელს, მან იცის. შენს გუნდს აქვს მაგის ვიდეოები, დაედადონ დააჩვენონ ყველას. დამამთავრებინე, შიგნით კამერებია. დაეაჩვენონ. დამამთავრებინე მეთქი, არაფრის გაკეთების უფლებას არ მოგცევ, დაგმარხავ. გალიაში გნახავ 5 რაუნდი, მთელი დღე იქ ვიქნები. რა მოხდა, როცა გაეთ გამოგიყვანი დარბაზიდან? ჰეი, უთხარი, როცა გთხოვე გაეთ გამოსვლა და პატარა გოგოსავით გაიკეცი. როცა გითხარი დარბაზიდან ქუჩაში გამოსულიყავით, რა თქვი? მოყევი მაგაზე, როცა გაეთ გამოგიხმე, რადგან ლაჩარი ხარ და არ გამოხვედი, უბრალოდ ლაჩარი ხარ. მე უთხარი, ქუჩაში გამოვალ მეთქი და არ გამოვიდა, დარბაზში მოვედი და უთხარი, გაეთ გამოდი, ქუჩაში ვიჩხუბოთ მეთქი. მან თქვა, მე ამ ტიპს მესიჯი მივწერე 2 წლის წინ, პარკში შემხვდი მეთქი. მოყევი მაგაზი ახლა, არა ნაბიჯვარო, მოყევი მაგაზი ახლა. ისეთი ლაჩარი ხარ, ისე გეშინოდა, სულელი ვიდარბოდი. ეს კაცი ისტორიას თავიდან წერს. ყველამ ვიცი რომ ლაჩარი ხარ, ახლა ვერაფერს მიზამ. ახლა რეალურ ცხოვრებაში მხედამ. ჩეჩნეთიდან ისე შორს არ ვარ, ბევრს ლაპარაკობდი და ახლა რა სიზამ. ხალხო, ეს მასტალი ისტორიაა. რა არის შენი ისტორია? ეს სამართალი ისტორია, სახეში ვერ მიყურებდი, როცა სისულელეებს ლაპარაკობდი, ნამდვილ კაცს არ გავდი და გითხარი, ამად ამ ადგილაში შევხვდი 5 საათზე მეთქვი. ეს სიმართლეა. და რა თქვა, არა, ბოდიში გაუგებრობა მოხდაო. ნუ მატყუებ ლაჩარო, ყოველ დღე გცემდი. მაშინ მოკლავდი და ახლაც ყოველ დღე მოგკლავ, გალიაშიც მოგკლავ, ვეგაში ვიყავით, მთელი დაღესტნელი და ჩეჩენი ბიჭები გცემდნენ. ჩვენგან გარბოდი შელაჩარო. თუ კიდევ ერთხელ გავიგონებ სიტყვას ჩვენ, შელაჩარო, რატომ მოვიდნენ შენთან ერთად? რატომ მოვიდნენ? მე ჩემს ბრძოლებს მათ უატარებ, იმიტომ რომ ლაჩარი არ ვარ. რატომ გამოვიდნენ მაშინ ქუჩაში? შონ, გაქვს რაიმე პატივისცემა ხამზადის ტრეშ ტოლკის მიმართ? არა ძმაო, კიდევ ერთხელ ვამბობ. რატომ გარბოდი ჩვენგან? რატომ? როცა ამ კაცს მარტო უპირისპირდებიან, შეხედე კოსტას ძმაო. კოსტამ გაგაქცია პატარა ლაჩარო, კამერაზეა დაფიქსირებული. ბიჭებო, დამაკავეთო. კოსტამ შეგაშინა და გაგაქცია. გინახი ვაროდეს მიგაქცეული? 2 დღეში ნახა მაგას, 2 დღე დარჩა. შონ, როგორც წესი, ხამზადი ბევრს ლაპარაკობს. ფიქრობ, რომ ამ კვირაში მის თავში შეძვერი, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობს. დიახ, ლაპარაკობს. ეგონა რომ კარგად ვიყავი. მიცნობს, ძალიან კარგად მიცნობს. ვაიძულებ რომ გაიქცეს და თავი მიყიდოს კადიროს. მაშინ სხვა სასტუმროში რატომ გადახვიდი? თუ ლაჩარი არ ხარ, რატომ ადრე იმავე სასტუმროში სადაც მე ვარ? მოიცათ რა სამოუც, რატომ ადრე იმავე სასტუმროში? იმიტომ რომ ლაჩარი ხარ, იქიდან გაიქეცი, მისაღებში გელოდებოდი შენ ნაბიჯვარო. მოდი რაღაცას გეტყვი შენ ნაბიჯვარო, ეს ფაქტობრივი განცხადებაა. მოკეტე, გითხარი ამ ადგილას შემხვდი მეთქი, როცა ვეგასში იყავი და შენ თქვი. ციტირებას მოვახდენ. ეს იყო გაუგებრობა. ნუ მელაპარაკები გაქცევაზე. ეგ იმიტომ თქვი რომ ძალა არ გაქვს, შენი პატარა მეგობრები, პატარა ფუჭები არიან. ჰეი, ეგ მართალი ისტორია, სხვათა შორის ეგ მართალი ისტორია და მანაც იცის რომ ეს სიმართლეა.